მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო. აბა როგორ ახართ? აბა რა შურებით? ჩვენ დაჩაზე ვართ. ვნები ვრობთ. მე და ჩემი მილენიკო. მილენიკო სათხარაბა მოიწე. Hello. როგორ ახარ? კარგად. ვართ დაჩაზე. გივლიდეი და წასულია საბარი გმახეროში. ჩვენ ფაქტიურად მარტოები ვართ. მე და ბავშვები. ანა და ბავშვები დაჩაზე. ბავშვები თამაშობენ, კლასობანას თამაშობენ. აღარ. წყლით ერთობიან, რაღაც მოკლედ. მე ჰამაკზე ვზივარ, აქ ჰამაკის სკამი რო არის, ამაზე ვზივარ და რა ქვია, სხვათა შორის ამ სკამს? რა მექვია? აზე არა ვარ. და წავალთ ახლა ცოტა ხანში სახლში დავხურავთ კარებს და სავარაუდოდ არ ვიცი თეონას ვკითხო მაღაზიაში რამე თუ გვინდა. შეიძლება არც გვინდა. შევიარო მაღაზიაში იქნება. და ავიდეთ უკვე სახლში, იმიტომ რომ გაკვეთილები აქვთ გასაკეთებელი ბავშვებს. ხვალ, ხო, წავიდეთ უკვე. ჯერ არა, მოშროდის. ხვალ სწავლობენ და ზეგისო დასვენება. ასე რომ ხვალისთვის გაკვეთილები აქვთ. ой, რაღაცნაირი ამინდია, აი კაცი რო ვერ გაიგებს რა უნდა ჩაიცვა. აი შემოსაცმელი ჩავიცვი, ესე ცხელა, ესე მცივა, ვეღარ გავიგე უკვე რა ჩავიცვა. მართლა რა, რამდენიმე დღეში უკვე ზაფხულია. დღეს არის 23 თუ 4? 24. და მაინც გრილა. შარშან უკვე აპრილის ბოლოსაც ძალიან ცხელოდა. მაინც გრილა. რა სიზავ. მაინც უნდა ვიყოთ კმაყოფილი იმით რაც გვაქვს. რანაირი ამინდიც გვაქვს. ველოდებით გემრიელ მარწყს. გემრიელი მარწყი ჯერ არ მიჭამია, 3-ჯერ თუ 4-ჯერ ვიყიდეთ, 4-ჯერ ალბათ. მაგრამ ერთხელაც გემრიელი მარწყი არ გვიჭამია. არც გემო აქვს, არც სიტკბო აქვს. აი არ ვიცი. ვისაც პატარა ბაღი აქვს და ვისაც სახში მოყავს, იმას გემრიელი ექნება სავარაუდოდ, იმიტომ რომ ის არ არის, რა ქვია, სათბურის არ არის. ხო და ეს ამ სათბურის მარწყს კიდე არანაირი გემო არ აქვს, არაფერი. არ ვიცი. აი ხლა კახეთის რო შემოვა, მე მგონი გურჯაანის, ხო? კახეთის მარწყი გემრიელია ხოლმე. გემო მაინც აქვს, შეიძლება ძალიან ტკბილი არ იყოს, მაგრამ აი მარწყვის გემო მაინც ექნება. იმ დღეს თეონასაც ვეუბნებოდი მეთქი იმდენი უგემური მარწყი ვჭამეთ, რომ შეგვეზიზღება მეთქი მარწყი იმისანა უგემურია თქო საერთოდ. აი არ ვიცი. მარა ძვირიანი კია მაინც ჯერჯერობით. არ ვიცი, უკვესაც სეზონიც წავა მარწყვის, მაგრამ მაინც ძვირია, მაინც უგემურია. ბავშვები წყლით თამაშობენ, მიუხედავად იმისა, რომ უკვე ბევრჯერ უთხარი მეთქი არ ითამაშოთ. მით უმეტესად თემუკა, რომელსაც ხელი აქვს თაბაშირში ჩასმული და მეშინია არ დაუსველდეს, მაინც არავის არ უჯერებს და მაინც თავისებურად თამაშობს ყველაფერს. მესმის პატარა, მესმის თამაში უნდა, მაგრამ უნდა გაუფრთხილდეს. ბავშვებო, ცოტა ხანში წავალთ უკვე. ცოტა მოგშვივდა. ცოტა უკვე დავიღალე, სიმართლე რომ გითხრათ და სახში მინდა ყავაც მინდა დავლიოთ რაღაცა. გიული ბებოს ეზოში ბევრი ხილია, ბევრი ხეხილი უდგას. აი ეს რა ლამაზია ეს გარგარიც, მე მგონი გარგარია. შეხედეთ რა ლამაზია. ლამაზად
ჩანს ძალიან. არ ვიცი კამერაში ჩანს ლამაზად თუ არა, მაგრამ ეს ლამაზია. ეს რომ მომწიფდება, მე მგონი გებრიელი უნდა იყოს წესით. ვაშლის ხეს რაღაცა ვაშლი არაბია საერთოდ. შეიძლება მერე გამოვა ვითომ? აი ვიცი, აი საერთოდ არაბია ვაშლი. აი საერთოდ. მე და თეოს კიდე მუშმალა გვიყვარს, მაგრამ წელს მუშმალას თითქმის არ ასხია. რატომღაც გახმა თუ რა ჭირს ამ ხეს არ ვიცი. აუძვრეთ ზემოთ გაჩვენოთ. აი ძალიან ცოტა ასხია ძალიან. ეს შარშანდელი ისინი არ მოზვრა ჯერ. და ახლებიც ძალიან ცოტა. მიყვარს ძალიან მუშმალა. პირველად საქართველოში რო ჩამოვედი. პირველად არა, უბრალოდ რო გავთხოვდი მაშინ გავსინჯე პირველად. 13-12 წლის წინ. მანამდე არ გამისინჯავს და ძალიან მომეწონა. იმის მერე შემიყვარდა. რავი, მე ეხლაც წავალ თუ გინდათ. არ ვიცი, წეღან რო დაურეკა ბებომ ჯერ წამოსულებიც არ იყვნენ თემუკას რომ არ ვიცი. საბარიკმახეროში და ბალი მინდა ძალიან მინდა ბალი. ძალიან მინდა ბალი. ნეტა. ძალიან მალე იყოს, მიყვარს ძალიან. ალბათ ბაზრობაზეც იყიდება, სავარაუდოდ, იმიტომ რომ კაი ხანი არ ყოფილვარ ბაზარში და არ ვიცი, იყიდება თუ არა და ფასებიც არ ვიცი. ეს კომში ამასაც საკმაოდ ასხია და როცა მწიფდება ხოლმე უკვე დიდებია ხოლმე, ესეთი დიდები ყვითლები. კამილა წყლით თამაშობს. ხო. გითხრა გააღე კარიო. მოიცა. ძალიან კარგი თვითონ. დაგეხმარო. თემუკა მოვიდე. კაკილიძი. მია, მოხვედი მია. Аварარი. Привет. Привет. რაღაცა საინტერესო რაღაცები მოიტანე, რა მოიტანე? ჩემი არის დამფრინგი. ეს რა არის? რა მაგარი დამაჭერინე. Всё. ვაიმე, აბა. ეს არის ნიდა, ეს არის დამფრინგი. შეიძლება დავიჭირო? ეს არის დამფრინგი. მოგიდო ხელი შეიძლება? კი. ვაიმე. მომეცი შეიძლება. მეთქი მაიცი ხალე. ბავშვებო მოდიდე. რა კარგად შეუჭრიათ მა. ელი როგორ გიჟო? შიდე დახტი ხარ? მეორე ხელი აჩვენი, აბა მეორე ხელი. თემუკა. რაღაც სისხლი დავინახე და საწაიც. არ წაიქცა აგერი მას, გრუშას ურტყავდნენ. ვარცაში. თამაშობენ მოედანზე. და იცით რაზე გამეცინა. გამოვედი აივანზე მეთქი ბავშვების ხმაურისგან დავისვენო ცოტა და აქ კიდე უფრო დიდი ხმაურია ვიდრე სახში ძალიან გამეცინა ეხლა
გამოვედი მეთქი აი აქ სიმშვიდეში ცოტა ხანი მეთქი თავის უთქვა მოვისუნთქო ცოტა დავსტაბილურდე ემოციურად მეთქი და ის მომენტი როცა გარეთ უფრო ხმაურია ვიდრე სახში ჯერაც არასასიამოვნო შეგრძნება მაგ გუშინდელის მერე ახალი ბიჟანი რო გამიკეთა თითქოს და რაღაცა მიჩლის პირში მაგრამ ეს არის ხოლმე 2-3 დღე და მერე გამივლის როცა უკვე მივეჩვევი ამ ყველაფერს აჰა მეზობლები კიდე რაღაცა რემონტს აკეთებენ გინდა სიმშვიდეში ყოფნა და არ გამოდის ერთადერთი დღეს სადაც სიჩუმე იყო და ესეთი სიწყნარე და თან მზე იყურებოდა, მაგრამ არც ძალიან სიცხე არ იყო, ეს იყო გიული ბებოს დაჩაზე. იყო მართლა ისეთი სიმშვიდე სიწყნარე. თეონამ გზავნიდა მაღაზიაში, მაგრამ აღარ ჩავედი, იმიტომ რომ პური გვინდოდა და აღმოჩნდა რომ პური დილამდე გვეყოფა და ჯობია. დილით ვიყიდო ისევ ახალი პური ვიდრე ახლა. ჩავიდე, მერე ისევ დარჩება და მოკლედ. ასეთი ამბები მეგობრებო, ისევ აგრილდა. ხვალდაზე ისევ წვიმები წერია, მერე ისევ ქარი წერია, ну მოკლედ არ ვიცი, აღარ გვეღირსა ნორმალური გაზაფხული და ზაფხული. ეს კომენტარებში დავინახე რომ ერთი ქალბატონი არ ვიცი რამდენი წლის არის და როგორ და რა მოკლედ წერდა რომ საინტერესო იქნებაო შენიო კომენტარი ამ თემაზეო და გამიზიარეო შენი ამბებიო უფრო დეტალურადო თუ შეიძლება ну უფრო დეტალურად ახლა სავარაუდოდ არ განვიხილავ, უბრალოდ ოდნავ რაღაცა რამდენიმე სიტყვას გეტყვით. ანუ ქალბატონმა მომწერა რომ ეს ვიყავი შენს მდგომარეობაშიო და ბავშვებთან ერთად წავედიო დედაჩემთან საცხოვრებლათო და ძალიან უჭირდაო ჩემ პატარასო მამის გარეშეო. მაგრამ ну მე მესმის რა თქმა უნდა ყველაფრის მესმის და რა თქმა უნდა ბავშვებისთვის ძალიან ძნელია. არ გვაცლიან გადაღებას. ბავშვებისთვის რა თქმა უნდა ძალიან ძნელია ეს ყველაფერი. და რა თქმა უნდა უპირატესობას ვანიჭებ იქ ყოფნას, სადაც არის დედა. ჩემი აზრით მაინც დედა მაინც საყრდენია, ემოციურად უფრო ვფიქრობ ბავშვებისთვის და როგორც ასეთი თან იმიტომ რომ დედა ატარებს ბავშვებთან უფრო დიდ დროს ვიდრე მამასთან. და ჩემი აზრით მაინც ბავშვები უფრო დედასთან უნდა იყვნენ ვიდრე რა თქმა უნდა მამასთან. ჩემი პირადი აზრით. იმიტომ რომ მაინც რა ვიცი, არსებობს გამონაკლისები, მაგრამ რა თქმა უნდა მსმენია ბევრჯერაც რომ მამებიც ძალიან აქტიურად არიან ჩართულები ცხოვრებაში და როცა დედა არ არის, ასე შემთხვევაში მამებიც ყველაფერს აკეთებენ, რა თქმა უნდა, მაგრამ მე ვფიქრობ რომ სადაც დედა არის, ბავშვებიც იქ უნდა იყვნენ. რა თქმა უნდა თავიდან გაუჭირდებათ, მაგრამ რა ვიცი, ჯერ მე ჩემს ბავშვებში ვერ ვგრძნობ იმას, რომ რაღაცა უჭირთ. ну შეიძლება ვერ ითავისებენ ჯერ და ის კი არა და მეც ვერ ვითავისებ ჯერ ბოლომდე ამ სიტუაციას. ასე რომ ესეთი ამბები მეგობრებო. რა თქმა უნდა ცხოვრებაში ყველაფერი ხდება, რა თქმა უნდა შეიძლება კარდინალურად ყველაფერი შეიცვალოს ჩემს ცხოვრებაშიც, ასე რომ მაინც ჯერ არაფერს ხას არ უსმევ.
და დეტალურადაც არ მინდა ამ ყველაფერში ჩავეძიო, ანუ ასე ვთქვათ, საჯაროდ. ასე რომ არ მიწყინოთ. ვიცი რომ ძალიან გაინტერესებთ. მეც ახლა სხვების ვიდეოებს და ვლოგებს რო უყურებ, მე ძალიან მაინტერესებთ მათი ცხოვრება, მაგრამ ჩვენიც უნდა გაიგოთ. კი მესმის ყველაფერი, რომ როცა ასე ვთქვათ, რა თქმა უნდა, გადატანილი მნიშვნელობით ხელი მოვაწერეთ ამ ყველაფერს, რომ აი ესე საჯაროდ რადგან ვაჩვენებთ ჩვენ ცხოვრებას. ესე იგი, ყველაფერი უნდა მოუყვეთ და საჯაროდ უნდა განვიხილოთ ჩვენი სიტუაციები და ჩვენი ცხოვრება და გვინდა არ გვინდა, მაინც უნდა გამოვაჩინოთ ყველაფერი, რადგან ვალდებულება ავიღეთ საკუთარ თავზე, რომ ასეთ ცხოვრებას მიუყევით, ასე ვთქვათ, ასეთი საჯარო ცხოვრებას მიუყევით. ასე რომ მართლები ხართ, ვიცი ეს ყველაფერი, მაგრამ მაინც არსებობს რაღაცა დეტალები, რასაც ვერ მოვყვებით, რასაც აი ესე მაინც საჯაროდ ვერ განვიხილავთ. თიცი. ანა. ერთი წუთი. დიდი გატკინა ფეხებს. დუვალი სტოტი ახო ხოი. გიჟუნია ხარ სუფთა. სად გატკინა მაჩვენე? ხოი. გამოგეპარეთ. ვაიმე რას გიგავს გოგო ხელები? მაიმუნები, აი გამოგეპარეთ და მაინც მიპოვეთ, ხო? ტიჩო ახო ხოი. გიჟუნია. ქართულში ბოლომდე ტექსტი ვერ გავიაზრე, შეგვიძლია წამიკითხო. რა შემიძლია? წავიკითხო. მე წაგიკითხო? და რატო შენ გითხარ იცი? წავიკითხო. და რა? ვერაფერი. და გინდა რომ ბავშვურიანით აგიხსნა? კი. იმიტომ რომ ლაბარაკი არ ვიცი. იმიტომ რომ გეზარება კიდევ ერთხელ წაკითხვა და გასაზრდა. რაღაცა უმეტესობა გავიგე, მაგრამ 30% ვერ. გამოვედი გარეთ, მეთქი სიწყნარეში ვიყო და კარი დავხურე თუ არა. მოედანზე ეგრევე. ჩემი ყვირილი დაიყვირეს და გავიშდი. აი ეთქულობდი. ხო, ესე ყვიროდნენ. გავიხედოთ რა ხდება. აი, რა ვიცი, ეს ძაღლი თუ არის, მე არ ვიცი ამას რას უზავ. მთელი ღამე 3-4 ძაღლი ისე ყეებს, რომ აი არ ვიცი, ტვინს ამოგიღებენ. თან? არა. კაი, ყეფენ, ერთ-ერთი ისე ყეებს, აი ისე ყეებს. აი თითქოს ადამიანს ბრონხიტი რო აქვს და რო ახველებს, მთელი ღამე ისე ყეებს. ეხლა კარგი ამიდი რო ყოფილიყო, ჩავიდოდი იქ და ვუყურებდი. გულ თამაშობენ ბავშვები. მაგრამ ცოტა იყოს გრილა. ცოტა ძალიან გრილა, ცოტა ქარია. დელკურა ვამირები. დეიცი რუსეთში უკვე არ დადეგები დაიწყო. ო, დაიწყება ალბათ, იმიტომ რომ 25, 26, 27 მაისამდე. პირველ ჩვენც ესე დაგვეწყოს და დაგვეწყოს 1 სექტემბერს. არა 15-მდე დაველოდოთ, რომ არავინ აღარ დადის და 15-ში გვიმთავრდება. აწი მაგვეცის მთელი ზაფხული. ეგ არაფერი დედა. დედა შეიძლება იგივე სამი თვეა. ვიცი, მაგრამ ესე უფრო მალე იწყება. და შეიძლება პირველ აი 31 რა იქნება 0000. ხო. უნდა დავიყვირო პანჯარაში. ზაფხული. და მე რა მოხდება რომ დაიყვირებ? არაფერი, ყველა დაიყვირებს კიდე. აბა! შენს გარდა არავინ არ დაიყვირებს. წინასე დავიყვირე. წამოვიკითხო, თორე და გაგვიანდა უკვე ღამეა. გამდებასაცა. ბუნება ძამა კიდე. ბუნებაც გაქვს? გიჟუნია. წადი წაიკითხე. არა მე და. აი მთხოვა წამიკითხეო, წავიკითხე და რას მეუბნებიდე? ჩავიხუტე. რატო? უბრალოდ. რა? არაფერი. რო დაგიხმარე? არა უბრალოდ. და რა მერე? შენ რა გინდა თეო, ჰელო. მეუბნება ჩამიხუტეო, რატო? მგონი თეონასაც უნდა ჩვენთან ჩახუტო. თეონასაც უნდა ჩახუტე. რატო უნდა ჩაგიხუტო მითხარი, ჰა?
იმიტომ გიყვარ ვარ. იმიტომ რომ გიყვარ ვარ, შეც მიყვარ ხარ, ძალიან მიყვარ ხარ დედასი ოქრო ძალიან. რატო გიყვარ ვარ? იმიტომ რომ წაგიკითხე და დაგეხმარე? არა, იმიტომ რომ დამბადე. მაშ რატო ამ წუთას რატო გაგიხსნა სიყვარული? იმიტომ რომ მომენადრე. და სად ვიყავი? არ ვიცი, ტელეფონში. აბა კი. მომისმინე. ის რა ქვია? რო გიხმარები უფრო გიყვარ ვარ, ხო? არა. ერთაირად მიყვარ. მალე რატო ეხლა მეკვიტები და სხვა დროს ესე ძალიან არა? იმიტომ რომ ბავშვებთან ვარ ხოლმე. და დედიკო გავიზღდება? ხო. ჩემი სიყვარულო. მოგოჩი? ვაიმე, აი ესეთი წუთების გამო ყველაფერს დავეთმობ. აი ესეთი წუთების გამო ყველაფერს დავეთმობ. ჩემი სიყვარული გოგოლო არის ეს. ხოდე? ძალიან. შენ ვეძახი პირველი ანგელოზი. პირველი მერცხალი. და ბეღურატო მერცხალი თუ ძლივს ანგელოზი. ღაესაგი ძლივს ღარიან ეს ბავშვები ელოდებიან უკვე არ დადეგებს და აი ბოლო უკვე რასაც ქვია სემესტრიც აღარ ბოლო არის. ამოსუნთქვაზე ღარიან რომ აი ძლივს იქნება როგორმე დაამთავრონ ეს სემესტრი. წლის დასაწყისში ვაქვს 12 ძაფი. ამ 12 ძაფიდან ბოლო დაგვრჩა და ის ბოლოც უკვე კიდია ნახევარზე. აბა რა ვთქვა? ნერვი ჰა. ბოლო ნერვიღა კიდია ხო? 12 ნერვი იყო და ეხა ის ერთი ნერვი დარჩა რომელიც ასე კიდია. და всё, მე მორჩება და გავიქცევით ეგრევე სოფელში ხო? ეგრევე 14-ში. ეგრევე. სკოლასაც არ ვაცდით რა და დედა ჩემს აქვს დაბადების დღე 14 ივნის, მანამდე წესით უნდა ჩამოვიდეს და ეგრევე გავიქცევით სოფელში. და ბაბას უყიდით მე ბებია ჩემს აქვს სოფელში დაბადების დღე ბებია ჩემს და აქვს. ვლადი კავკასიდან ყველა ჩამოვა. და ჩამოდიან ჩვენები და ძალიან გვიხარია, მოკლედ ჯერ დედა ჩემის დაბადების დღეა, მერე ბებია ჩემის დაბადების დღეა და და ბებია ჩემს სხვათა შორის ხდება გამიკეთონ 99 წლის ხდება ბებია ჩემი ამ წელს ივნისში. გილოცავ. ასეთი ამბები მეგობრებო ველოდებით უკვე ძალიან ველოდებით უკვე ვეღარ ვითმენთ. ხოდე სამი კვირა აი მткиვა. ვეღარ ვითმენთ ისე ველოდებით და გავიქცევით სოფელში და იქიდან რა თქმა უნდა კიდევ უფრო საინტერესო ვლოგები იქნება. პირველივე დღეს რო ჩავალთ უნდა ვიწუწავთ. გაჩერმოსაზე ჩავალთ. არა უშავს. გვიხარია ძალიან, იქ ყოფნა გვიხარია, მოგვენატრა ყველა, ბებია მოგვენატრა, დეიდა მოგვენატრა, დედა მოგვენატრა, დედი გვაშილება ეს წამი. რო ჩავალ პირველი ჩავახუტები ბაბოს. და ბაბო მოენატრა მილენას და მე მომენატრა, აბა მე მკითხე როგორ მომენატრა ჩემი დედიკო. და მოგენატრა და ჯიჯოც. და ჯიჯოც. მოკლედ თქვენზე უფრო ძალიან ჩვენ ველოდებით ზაფხულს და სოფელს. ბევრი კომენტარები წავიკითხე, როდის უნდა წახვიდეთ, როდის მიდიხართ სოფელში, როდის ჩადიხართ. ძალიან გვინდა მოგვენატრა, ჩვენც ძალიან მოგვენატრა და ამიტომ ველოდებით მოუთმენლად. იმედია მალე. ცოტა გადარჩეთ, ცოტა. ერთი თვით ადრე ვიყიდეთ ყველაფერი სოფლისთვის და ეხა დედა იძახის ერთი კვირა გავიდა მარტო და ეხა დედა იძახის ცოტა დარჩაო და მაშინ როცა გვიყიდა იძახდა კიდე ბევრი დროაო. მინდა რომ მალე გავიცდე, იმიტომ ვამბობ ცოტა თქო.